აი კაცო ეს ჩამწერი არის. კი ბატონო, დავიწყოთ? მე გავუკეთო ხო ალბათ შესავალი. კი, აი, დღევანდელი პრესკონფერენცია. მადლობა რომ მომიწვიეთ. თემა ალბათ გასაგებია ყველასთვის, ძალიან მნიშვნელოვანი არის. და ეს 100.000 ხელმოწერა არ არის ასე თქო შემთხვევითი ფაქტი და ძალიან სამწუხარო პასუხები მივიღეთ ჩვენ გუშინ იუსტიციის სამინისტროსგან. ეს არის 100.000 ხელმოწერა ჩაბარებული 17 ქვეყნის გამოცდილებით, თავისი აბსოლუტურად საკონსტიტუციო საბჭოს გადაწყვეტილებებით. ეს არის საფრანგეთის თვითონ სადაც ქალბატონი თეატურუკიანი სწავლობდა, იქაური ოფიციალური ვებგვერდი, რომელიც ნიცის რეესტრში მომცეს თვითონ. გადაწყვეტილება, რომ ელექტრონული მმართველობა ევროპულ ქვეყნებში დაწუნებული არის, როგორც ადამიანის უფლებების შემლახავი, როგორც ტოტალური კონტროლის საშუალება, როგორც ასე ვთქვათ, უნიათო სისტემა, რომელიც ყოფაცხოვრების მიბმით ადამიანს იჭერს და მის უფლებებს ლახავს, ეს ჩვენ საზოგადოებამდე რატომღაც ვერ მივიდა და საზოგადოებამდე ვერ მისვლა კიდევ უფრო ხალხმა გააცნობიერა სამოქალაქო სექტორი და კიდევ უფრო ზევით ორგანოები, რომელსაც პირდაპირ ევალება იუსტიციის სამინისტრომ, დღემდე არ აქვს ამასთან დაკავშირებით პასუხი. აი ეს ყველა დისკი აბსოლუტურად, ყველა მონაცემები, პლებიცისტური გამოკვლევა და პრაქტიკულად აი ეს მუშაობა უნდა შეასრულოს იუსტიციის სამინისტრომ, ხო, მისი სპეციფიკა მისთვის გააგზავნეს ქვეყნიდან, რომ სპეციალისტი გაიზარდოს იქ და ასე ვთქვათ, დაუბრუნდეს სამშობლოს და აქ გაარკვიოს ხალხი რა ხდება და ჩვენ ვარკვევთ ხალხს რა ხდება ევროპაში. აი ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი და თან ვარკვევთ და თან ვერ გაურკვევიათ, ყველაზე ცუდი ის არის. და პასუხი არ აქვს ამასთან დაკავშირებით. მარტო ესე ასე ვთქვათ, რაღაცა დაბიო მეთოდებით, რომ რა მნიშვნელობა აქვს მობილურს ხო ატარებთ და რა მნიშვნელობა. აი ესეთი პასუხები, როგორ ახლა საფრანგეთში და ინგლისში და იტალიაში მობილურებს არ ატარებენ და წარმოებები იქ არის თვითონ ამ ტექნიკის საქართველოს ის მწარმოებელი არის, რომ ასეთი დაბიო ლოგიკით პასუხობენ ხალხს, 100.000 ხელმომწერს და ასე ვთქვათ, მის უკან მდგომ სასულიერო პირებს და რელიგიური მოტივიც აქვს ამოხსნა სამოქალაქო მოტივიც. გუშინ ჩვენ შემოგვიერთდნენ მუსლიმანებით, შემოგვიერთდნენ სხვადასხვა ასე ვთქვათ რელიგიის წარმომადგენლებით, რომელიც ასევე ითხოვენ, რომ ალტერნატიული საბუთი დაიშვას სახელმწიფოში. მათ მოიტანეს უამრავი ხელმოწერა გუშინდელ აქციაზე. აი, ყველაზე უნიათო ფორმით გამოვდივართ საქართველოს. მე ვერ ვნახე ქვეყანა, თავიდან ვეძებდი ამას, რომ თითქოს იქნებ ქვეყანაში ყოფილიყოს, რომელიმე ქვეყანაში ვეძებდი თავიდან, რომ ალტერნატივა სახით ყოფილიყო, შევხვდი ქვეყნებს საერთოდ არ აქვს ელექტრონული მმართველობა, წამყვან ევროპულ ქვეყნებს და შემდგომ დავიწყე ძებნა უკვე, რომ იქნება საქართველოსნაირი ქვეყანა ვნახო, სადაც ასე უალტერნატივოდ არსებობს ესეთი ადმინისტრაციული იძულება. ვერ ვნახე ქვეყანა აფრიკის ქვეყნებში ვერ ვნახე. აი ელექტრონული მმართველობა სადაც ვითარდება, ასად არ არის ესეთი უალტერნატივა და იძულების ფორმით, როგორც საქართველოში ხდება და ამას თითქოს სადაც უკეთებენ რეკლამას, როგორც ტექნიკის პროგრესს. მე მეორე კუთხითაც მინდა შევეხო ამ ყველაფერს. აი ეს არის 3-4 თვის წინ ჩაბარებულები. წინამთავრობის დროინდელი ჩაბარებულია. არ წინამთავრობას არ ქონდა ამასთან დაკავშირებით პასუხი. არ მუშაობენ, ვერ მუშაობენ და არც ჩვენ არ გუჯერებენ და არც იმ გამოცდილებას არ უჯერებენ, რაც ნამდვილი ევროპული გამოცდილება არის. აი ეს არის სამწუხარო შედეგი დღევანდელი, რასაც ჩვენ უყურებთ. იმასთან დაკავშირებით თქვათ მაგალითად ეს კანონდარღვევა რომ არის უკვე გუშინდელი პასუხი, რომ მათ არ აქვს ამაზე პასუხი, იმიტომ რომ მათ აქვს თავისი ვადა, ადმინისტრაციული ვადები, რომელთაც პასუხი უნდა გაეცათ. ვერ გაგვცა ვერც ყოფილმა პრეზიდენტმა, ვერ გაგვცა სამწუხაროდ ვერც პრემიერ-მინისტრმა, ვერც გაგვცა ვერც იუსტიციის სამინისტრომ და ეხლა ჩვენ ეს სახელი და გვარებით ესენი თუ კოჰაბიტაცია იყო და ერთმანეთის თანამდებობები, მემკვიდრეობები ჩაიბარეს, ახალ პრეზიდენტსაც ვთხოვთ და ახალ პრემიერ-მინისტრსაც, რომ ეს ჩვეულებრივ ახალი რაღაცა კი არ უნდა დაიწყოს, არამედ მათ ჩვეულებრივ უნდა ჩაიბარონ მათი საქმეები, რაც წინა მთავრობის დროს შეტანილი ქონა ეს 100.000 ხელმოწერა. ჩვენ გადაბარების წერილს დავწერთ აუცილებლად მათთან, იქნება მათთან აუცილებლად ძალიან რადიკალური მოთხოვნები. ერთი წლის მანძილზე ჩვენ ასე ვთქვათ, აი ამ გადმოლაგებას გაგებით თითქოსდაც უყურებდით, თუმცა არ მოგვიდუნებია ყურადღება, მაგრამ ყველა პროცესი დამთავრდა. ხალხს აიძულებენ. ერთი კუთხით ჩვენ გვეუბნებიან, რომ გამოკვლევის პროცესია, მეორე კუთხით პროექტებს აკეთებენ და ყრიან ამ ელექტრონულ მმართველობაში ხალხს შეგნებულად. და აქ არა გვაქვს საუბარი იმაზე, ვთქვათ, მაგალითად ვიღაცა მიძულებით რა იყო. გუშინ ძალიან ბევრი იყო ადამიანი აქციაზე მოსული, რომელსაც ID ბარათი აქვს აღებული, მაგრამ იძულებით აქვს აღებული და მასაც უნდა რომ ალტერნატიული ფორმა და არჩევანის უფლება იყოს ქვეყანაში და სახელმწიფოში. კიდევ ერთი რამე დილით 6-4 ვაშლები გასულა და ვერ გაურკვევია ხალხს რა არის მობილური და რა არის ID ბარათი. გონიათ რომ ID ბარათი არის მობილური და იგივე კონტროლი და იგივე საშუალება. აბა ვერ გავიგე ეს კონტროლის საშუალება რომ გავდეს ერთმანეთს ახლა ამხელა ქვეყნები იტყოდნენ ამაზე უარს. აქ არის ლაპარაკი იმაზე რომ მობილურით არ ახარ შენ ყოფა ცხოვრებასთან მიბმული.
არ არის შენი ასე ვთქვათ პირადი ცხოვრება შენ პენსიაზე რომ მიხვალ იქ და სამედიცინო პოლისის აღებაზე და თუნდაც ხელფასის აღებაზე იქ შენ არავინ საბანკო ოპერაციებზე არავინ არ მოგთხოვს ან უცხოეთში გასვლაზე მობილური როგორი გაქვს და ან კიდევ კრედიტ კარტა რანაირი გიდევს ჯიბეში ეს არის შენი პირადი უფლება თუ გინდათ აიღებს თუ გინდა არ აიღებ მაგრამ აქ არის განგაში ევროპაში ატეხილი სწორედ იმაზე რომ შენ ყოფა ცხოვრებაზე და საიცოცხლო პროცესებზე ხარ მიბმული აი ამ ID ბარათის და ამასთან არის ყველაზე დიდი პრობლემა გაჩენილი რომ შენ იძულებული ხარ არ მოგეწონა მობილური ნომერი გამოცვალე დადებ აღარ ჩაიდებ ჯიბეში თუ ვიღაცა გისმენს ამით მაგრამ შენ როცა შენ თვითონ უწერი იმ ID ბარათის და ამ კონტროლის მექანიზმში ერთვები სადაც გაყალბებაც ხდება და ყველანაირი სიტუაციაში სივრცეებში შესვლა ხო აქ უკვე შენ გამოსავალი მდგომარეობა აღარ აქვს და ამასთან არის ლაპარაკი რომ აი ამ ელექტრონულ ციხეში არ მოხდეს ადამიანი ამაზე არის განგაში ატეხილი და რა არის აქ მიუხედრელი პრემიერ-მინისტრმაც კი განაცხადა რა მნიშვნელობა აქვს კრედიტ კარტა გექნება თუ კრედიტ კარტა გინდას ღმერთმა ბევრი მილიონი და მილიარდი მისცეს ადამიანს სადაა მიბმული საყოფა ცხოვრებო ასე ვთქვათ აუცილებლობასთან რომ ადამიანმა პენსია აიღო და ადამიანმა უცხოეთში გავიდეს და შემოვიდეს აი სად არის მიბმული აი რა არის გაუგებარი დიახ გისმენთ ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის რომ ალტერნატიული საბუთები როგორც მსგავსად 17 ქვეყნის მაგალითი დაუდით ჩვენი იუსტიციის მინისტრს რომ ალტერნატიული მოწმობები დაიშვას ქვეყანაში ჩვენ არა გვაქვს ის ქვეყანა სამწუხაროდ სადაც ბრიტანეთის მსგავსად და საფრანგეთის მსგავსად და თუნდაც იგივე იტალიის მსგავსად მე ახლა ვიყავი ჩემი რეჟისორული კუთხით იგივე უკრაინა მოლდოვაში სადაც გააუქმეს და არ იღებენ ელექტრონულ მმართველობას არა გვაქვს მაგხელა სახელმწიფო სადაც ეს თავიდანვე პროექტი შესწავლილი იქნებოდა რამდენად გამოადგებოდა ქვეყანას მაგრამ რადგანაც დაიშვა ეს ეხლა უნდა გაითვალისწინონ უკვე ხალხიდან წამოსული მოთხოვნა რომ ალტერნატივა მაინც დაიშვას ამ ყველაფერთან დაკავშირებით რომ ეს პრობლემა მოისპოს მაგრამ ალტერნატივას რომ არ უშვებენ აი მეორე კუთხით რომ ვითომ რელიგიური ასე ვთქვათ ფანატიზმზე და იმაზე რო აქვს მთელი აგება ხო გაკეთებული ფანატიზმი არის სწორედ აი ეს ერთპიროვნული აკვიატება რომ გინდა თუ არ უშვებ ალტერნატივას მე ადამიანი უკვე ისეთი არის თან ამ გაჩეჭირობაში რომ ყველაფერი შეიძლება იფიქროს მეორე კუთხით რატო არ უშვებ შეკაი ადამიანი ამდენ თუ ევროპას ბაძავ მიბაძე მაშინ ევროპას და დაუშვეს ალტერნატივა თუ არ უშვებ მაშინ იმ ხალხსაც დაანებე მე ეჭვები რო აქვს ეს მიმართ რომ შიგნით 3-6-იანი აქვს თუ ასე ვთქვათ სხვადასხვა კიდევ რელიგიური მოსაზრებები რომელთაც ეს არა მნიშვნელოვანი არის ცალკე საკითხავი თემები არის რომელსაც ათონისმთა და მთელი ეკლესიები აყურადებენ ამას მაგრამ ეს ჩვენ სახელმწიფოსთან ამის გასარკვევად ჩვენ სახელმწიფოს არ აქვს უფლება რომ როგორც იოღოველებს უმოწმებენ იმ სისხლის გადასხმას როგორც ჯარში წასვლას და მცირე რელიგიების უფლებებს იცავენ 100,000 ხელმოწერის უფლება უნდა დაიცვას და უნდა უპირობოდ დადოს აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით ალტერნატიული საბუთების დაშვება გაცემა სასწრაფოდ უნდა დაიშვას ეს ყველაფერი აი დგას 24 საათიან ამ სპეციალურად შემთხვევით არ არის წამოვიყვან ის ადამიანები ვინც 24 საათი იქ დგას უკვე მთელი თვის მანძილზე და უამრავი ადამიანი გუშინ მოიმატა ამ რიცხვნა და კიდევ მოიმატებს აბსოლუტურად, იმიტომ რომ დისკრიმინაცია ხდება მოქალაქეების, ნუ ისეთი აუტანელი ფორმით. სასტიკი დისკრიმინაცია, რომ ადამიანს ეუბნებიან, რომ მოქალაქეობიდან გადი, ქვეყნის მოქალაქე აღარ უნდა იყოს შენ. ეს აი ამაზე საშინელება რა უნდა იყოს. ამაზე მთელი საზოგადოება უნდა საზოგადოებამ გამოხატოს სახშფოთება და რა ვიცი, ყველა სექტორი უნდა ამუშავდეს, იურისტები განსაკუთრებით. აი რა ვკითხულობ იქაური უცხო ქვეყნის იურისტები რა ცოცხლად მუშაობენ ამ ყველაფერთან, ადამიანის უფლებათა დამცველები. აქ მარტო იმაზე რა მოხდა მაკონტროლოს. აბა უფლება დამცველი რო დაიწყოს რომ რა მოხდა მაკონტროლოს იმას უფლება დამცველი ქვია კაცო. საპატრიარქოში გუშინ ჩვენ საპატრიარქოსთან გვაქვს ჩვენს სხვა სალაპარაკო. ჩვენ საპატრიარქოს ვთხოვთ რა თქმა უნდა რომ უფრო მეტი ყურადღება მოგვაქციოს. გუშინ წერილი შევიტანეთ, მაგრამ საპატრიარქო არ არის ორგანო რომელიც ალტერნატიულ საბუთებს გასცემს. მან სინოდის კრებაზე მეორე მუხში რომელსაც არავის არ უნდა გაშუქება, ამის გაშუქება და გაგონება დაუშვა და ეს საპატრიარქოს პატარა მუხლი არ იყო, იმიტომ რომ აქ ეს იყო უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ID ბარათები, იმიტომ ისია დაშვებული იყო, რომ ალტერნატიული საბუთი ეთხოვოს თავრობას რომ დაიშვას. იყო ყურად საპატრიარქოს განცხადება, მარტო ეს პირველი ნაწილი ახმოვანებენ, რომ არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი. ანტიქრისტეს ბეჭედი არ არის, ეს არის თეოლოგიური საკითხი. ეგ შეიძლება მთელი საუკუნე მიდიოდეს ამაზე მსჯელობა. რა შუაში იუსტიციის მინისტრი ამაზე რომ მსჯელობს, აი ეს არის თუ არა ანტიქრისტეს ბეჭედი. იუსტიციის მინისტრმა უნდა დააკმაყოფილოს იმ მოთხოვნა, როგორც აკმაყოფილებს. იმას ეკითხება იოღოვეს ანტიქრისტეს ბეჭედი არის თუ არა იმ სისხლის გადასხმაზე რო თქვა კანონს უფორმებს. ეკითხება, ხო უფორმებს იმ კანონს არა იქა. რა მნიშვნელობა აქვს ამას? შენ თავისუფალ ნებას ხელყოფ შენსას, მოქალაქეობრივი უფლებების ლახავს. თუ ადამიანს კიდევ სიფრთხილე აქვს თავის სახარებისეული რომ შიგნით ასე ვთქვათ, ვთხილობს. შენ როგორ უნდა ვიფრთხილოთ ადამიანებმა თეატრულუკიანის და იუსტიციის სამინისტროს წესგანგებულებით. სახარება აფრთხილებს იმ ადამიანს და ის ფრთხილობს იმ სახარების მიხედვით. შენ რა უფლება გაქვს იმას რომ უგზავნო ამ სიფრთხილეს? და რელიგიურ სვინდის ზემოქმედებას ახდენ და რაღაცა შენ დემაგოგიით გინდა რომ ეს ყველაფერი შენ ჭრილში წაიყვანო.
აი საპატრიარქოსთან ჩვენ ეს მოთხოვნა გუშინ მივიტანეთ, რომ უწმინდეს და ყველამ, რომ აი ეს გარეთ ხალხი იყინება, არიან ძალიან შემო ძიმე მდგომარეობა რო არიციან და რომ აი ეს მეორე მუხლი ამუშავდეს თელი სიმკაცრით, რომ სახელმწიფოს ეთხოვოს არა ლოიალურად, არამედ კაცრად მოეთხოვოს, რომ ამ მოქალაქეების უფლებები დაცული იქნეს. აი საპატრიარქოსთან ჩვენ გვაქვს სხვანაირი თხოვნა, მაგრამ საპატრიარქო არ არის ამისი დამშვები. საპატრიარქომ გამოსცა ამასე, თქვა, სინოდის გადაწყვეტილება, მაინც არ უშვებენ ამას. საპატრიარქო მოვალეა უბრალოდ, თუ ადამიანები გარეთ რო იყინებიან და მართლმადიდებლური მოტივიც არის ამ ყველაფერთან დაკავშირებით, იმ ადამიანების გვერდით იდგნენ, როგორც ასე ვთქვათ, სულიერი თვალსაჩინო. აი ეს არის ჩვენი თხოვნა საპატრიარქოსთან და ის რომ სახელმწიფომ გაუშვა საპატრიარქოც არ უნდა ჭირდებოდეს ამას. მე ვერ ვნახე საფრანგეთსა და ინგლისში რომ იქ კათოლიკები იყვნენ და რომის პაპი იყოს ჩარეული ამ საკითხში. შეიძლება რაღაცა შეთანხმებები შიდა კულუარული ხდება, მაგრამ ამას არ აქვს აბსოლუტური მნიშვნელობა, გარეთ არ ჩანს ეს ყოველ შემთხვევაში და სახელმწიფო აკეთებს და ახერხებს ამ ყველაფერს რომ დაიწუნოს, იმიტომ რომ აინტერესებს საკუთარი მოქალაქის ბედი, თავის საკუთარი მოქალაქის უფლებებს იცავს. როგორც კი დადგა და ბრიტანეთში შეიქმნა ამის პრეცედენტი რომ არ მოეწონათ, იმიტომ რომ ჰაკერებმა გატეხეს, ფულები წაიღეს, წამოიღეს, დაშებული იყო ის ელექტრონული მართლობა, როგორც კი მოვიდა თვითონ პრემიერ-მინისტრი კემერონი, ესევე პირველი განცხადება, პირველ დღესვე გააკეთა განცხადება. აი ეს არის ნამდვილი არჩეული პრემიერ-მინისტრი, რომელიც ხალხის ნებას ასრულებს და არა ის რომ ვაიმე მეშინია იქ რას მეტყვია. რაღაცა პატარა ჯოხი ყველას მოხვდა ალბათ. იმიტომ რომ იცით თქვენ სოფლიო მიმართულება ამ ელექტრონული სივრცის, მაგრამ უფლებები კი ბატონო დაუშვა ზოგიერთმა ქვეყნამ, მაგრამ ალტერნატივის სახე დაუტოვა ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ესეთი დამონებული ფსიქოლოგია არ უნდა იყოს და მარტო დემაგოგიური ბერკეტები არ უნდა მუშაობდეს ქვეყანაში. აი ეს არის ჩვენი ტკივილი. ამდენ ქვეყანაში ვიყავ, მსგავსი შემთხვევები ვერ ნახე უბრალოდ და გული მტკივა უბრალოდ ჩვენთან. საზოგადოებრივი სექტორია თუ მასმედია თუ ის აბსოლუტურად სიმართლეს ახერხებენ, ნუ აი რაღაცის იმაზე. მე დაბედულობა დაიკარგა საერთოდ საქართველოში. უკრაინაში გამოდიოდნენ თანამდებობის პირები და პრავოსლავნია უკრაინას სიამაყით იძახდნენ. რადას თავმჯდომარე მოადგილეები, ქალაქის მერი. ვინ იძახის ჩვენთან რა არის თქო, რო შევეკითხე, ჩვენი ტრადიცია არის. როგორ ჩვენ უტრადიციული ვართ, კაცო 20 საუკუნოვანისა გვაქვს და როგორ თითქოს გწვენია, რომ ჩვენ ესე იგი ამხელა ტრადიციები სადაც ჩავდივართ. რით გწნობენ ჩვენ პოლიტიკოსები, არავის არ აინტერესებს ჩვენი პოლიტიკა. გწნობენ ისევ სიმღერით, გწნობენ ისევ ჩვენი ხატებით, ჩვენი მინანქრებით, ჩვენი ხელოვნებით გწნობენ. ისე და ეს დავმალოთ, რაც გვაქვს ქართველებს გას. აი სამართლმო მდგომარეობაა და იდეოლოგია, რა იდეოლოგია მუშაობს, უბრალოდ საკვირველი არის. აი ეს არის ჩვენი გულის ტკივილი და ამას გვინდა რომ მივახციოთ, რომ აუცილებლად იყოს აი ეს ჩვენი ალტერნატივა იყოს და ადამიანის მოქალაქეები გაგრძელებული არის ეს ფორმა, გაგრძელდება სხვა რეგიონებში, როგორც მე ვატყობ, უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს ეს ყველაფერი და მეორე მხარეს კიდევ ალბათ ისინიც იმათაც უტყუებთ გზას თვითონ სამინისტროს რომ კეთილი ნაბიჯი და მთავრობას რომ გადადგან. ჩვენ არ გვინდა არანაირი დაპირისპირება და ასე ვთქვათ პოლიტიკური იმას არ წარმოადგენთ. ჩვენ უბრალოდ ადამიანური ცუთა უანგარო, ჩვენ ამ ალტერნატიულ საბუთს რომ მივახცევთ, არავინ არ მოგწევს ამაზე არც შინმედლებს და არც თანამდებობებს და არც დეპუტატობას და არც პრემიერ-მინისტრობას. ჩვენ გვინდა რომ ამას მივახციოთ, რომ მოქალაქეობრივი გულის ტკივილი გვაქვს, რომ ყველამ ავიღოთ ეს ყველაფერი, იყოს ალტერნატივის საშუალება. გინდა ბატონო, კი ბატონო, ეხლა ვინ დაუშვის ID ბარათი აიღე, გინდა ის ჩიპი რო გამოდის ეხლა და ჩაიმონტაჟე შუბში ხელში რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ შენ მე ნუ მაიძულებ, არა გაქვს შენ იმის უფლება რომ მე მაიძულებ რომ გინდა თუ არა მე უნდა ეს ავიღო და მე ეს უნდა გავაკეთო. არავის არ აქვს ამისი უფლება. კითხვები არის ზათავარ რომ გაგცეთ პასუხი. ორ სიტყვას ხომ არ იტყვიან თვითონ აი იქ ვინც ხართ ასე ვთქვათ ის ხო, ხო. კი ბატონო, მოგზაურე. შეიძლება რა იმ ხელისუფლებამ რომელიც ასე ვთქვათ მართლმადიდებელმა მრევლმა მოიყვანა სათავეში ახალ ხელისუფლებას გულისხმობ ვალდებულია რომ დაუშვას ალტერნატიული ბარათები თუ კი ის ითვალისწინებს ნებისმიერი ნომინაციის ნებისმიერი რელიგიური წარმომავლობის ადამიანების ასე ვთქვათ ინტერესებს აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს 100,000 ხელმომწერთა ასე ვთქვათ მოთხოვნა 30 დღეა ვიყინებით იქ ქარში და წვიმაში ვდგევართ ადამიანები საერთოდ გამოხმაურება არანაირი მხრიდან არ არის და ასე ვთქვათ მოვითხოვთ რომ დააკმაყოფილონ ჩვენი მოთხოვნები და ჩვენ ასე ვთქვათ უსაფუძვლოდ არ არის ეს ყველაფერი ეს არის იმ
ევროპული კურსიდან გამომდინარე, იმ ასე ვთქვათ თეოლოგიური კუთხიდან გამომდინარე, რომ ათონის მთიდან ესე ვთქვათ დაარიგებების არის და საქართველოს კი არა, მთელი მსოფლიოს შუქურა იყო ყოველთვის ათონის მთა და სახელმძღვანელო იყო. და ჩვენ მართლმადიდებლები ხელმძღვანელობთ სწორედ ამ აქედან გამომდინარე და უნდა დააკმაყოფილონ რა ეს მიზანმიმართულად თუ არ ხდება ასე ვთქვათ დისკრიმინაცია ჩვენი მართლმადიდებლების მკვიდრი მოსახლეობის აუცილებლად უნდა გაგვითვალისწინოთ. არა მარტო მართლმადიდებლები, უშე შემოგვიერთდა ხალხი, ხო? ეგეც არის. მოკლედ თქვენ სიტყვით რამის. ხო. ეს მოგონი თქვენია, ხო? ეს მობილური მოგესალმებით. მინდა ვთქვა, რომ აი ნებისმიერი ადმინისტრაციული იძულება იწვევს ეჭს, მით უმეტეს თუ ეს საბუთებს შეეხება. ჩვენ ერთი თვეა თითქმის გრძელდება ეს აქცია, სადღეღამისო აქცია და არანაირი ყურადღება არავის არ დაინტერესებულა. რა მომგლიჯად გული მე ვერ ხვდები ქართველები საითკენ მივდივართ საერთოდ როგორ შეიძლება ადამიანი იჯდეს შენ კართან დღე და ღამე სიცივეში წვიმაში და არ ინტერესდებოდე რატო ზის ეს ადამიანი და რას აკეთებს შენ ჭიშკართან არ ვიცი აი ძალიან აი არაადამიანურია ეს მე მგონი ადამიანური მხრივ თუნდაც ერთი რომელიმე დაინტერესებულიყო ან ქალბატონი ეკაბესელია ან ნანუაშვილი ან რომელიმე თუნდაც რომელიმე ტელევიზია გამოსულიყო დღეღამის განმავლობაში და გაეგოთ რა უნდათ ამ ხალხს და რატომ არიან ასე გარიყულები ოჯახებიდან გამოსულები რატო არიან რისთვის არიან ესე და რა ვიცი რა გულის ტკივილი აქვთ ამის თქვენ უნდა დაინტერესდეთ პირველ რიგში და შემდეგ უნდა მიაწოდოთ ხალხს სულ ეს იყო აქციები გაგრძელდება აქციები ჩვენ მოვითხოვთ ამას და ჩვენ დავიცავთ ამ 100,000 ადამიანის ხმას. კითხები ხო არა? აი, რა თქმა უნდა, თავიდანვე ეს იყო. აკრძალვებს ჩვენ ვერ მოვითხოვთ კანონიერად, იმიტომ რომ აკრძალვას აკეთებს სახელმწიფო. თავიდან პროექტი რო შემოიტანეს, რო ყოფილიყო თავიდან პლებიცისტური გამოკვლევა, რო ყოფილიყო ასე ვთქვათ, საზოგადო კვლევა, უცხოეთში კვლევა. მე მახსოვს უბრალოდ ბორჯღალოს პასპორტები გააუქმეს მიზანმიმართულად. მე შემდგომ შემოვიდა ერთი თვის შემდეგ პროექტი და ორი კვირა არ იყო გასული პირდაპირ პროექტის დამტკიცება მოყვა. ამ პროექტს საფრანგეთში რო ვიკითხე საკონსტიტუციო საბჭოში რეესტრმა მითხრა თვითონ 12 წელიწადია კვლევაში მიდის ეს პროექტი. გაიტანენ უარყოფილი იქნება, გაიტანენ უარყოფილი იქნება და ორი კვირაში გაიტანეს. არავის არ შეეკითხა. ეს იყო უბრალოდ დაუკითხავად, საზოგადოების დაუკითხავად შემოიტანეს. აი როგორც საიდენტიფიკაციო ნომერი. საიდენტიფიკაციო ნომერი ვიცით თქვენ რა არჩევით არის? აქ ბავშვი რო იბადება, ესევე საიდენტიფიკაციო ნომერი იქნება. სამშობიარო და ბავშვს ვერ გამოიყვა საიდენტიფიკაციო ნომერი თუ არა. საიდენტიფიკაციო ნომერი უკრაინაში არის, საიდენტიფიკაციო ნომრის გარეშეც კი იღებენ მოქალაქეები. მას შეუძლია რომ არა იყოს საერთოდ საიდენტიფიკაციო ნომერი. და რელიგიური მოსაზრებით ფათაშორის. იქ აი სუფთა რელიგიური მოსაზრებით იყო ეს. შეიძლება სხვა ჩიპი და არა ჩიპი ეს სამოქალაქო კუთხით არ ყოფილ, მაგრამ ეს იყო სუფთა რელიგიური მოსაზრებით. და რა ითვალისწინა მთავრობამ ეს ყველაფერი. და ხა როგორ ხა უკრაინა რა ევროპასთან შორის არის ან მოლდოვა ან თქვათ იგივე პოსტსაბჭოთა სივრცის მაგალითი რომ მოვიყვანოთ ან ზეწოლები არა აქვს მეორე კუთხით ან ეს არის სუფთა ესეთი როგორ რაღაცა ისეთ რომ ახლა საქართველოს გამოყავთ რომ თვითონ საქართველოში რაღაც უარი რო თქვა უცბად აქ ატომი გავარდება და რაღაც ეს არ უნდათ ელემენტარულად რაღაცაზე თავი შეიწუხოს საერთოდ და რაღაცაზე საერთოდ პრეტენზია განუცხადონ მესვეურებს ვისაც ამის გავრცელება უნდა და მეორე კიდე ალბათ კომერციული რაღაცა ორკაპიკიანი პროექტები და გარიგებები რაც მუდამ ხდებოდა და მუდამ ყველაფერზე ხელის მომკიდებლები ვიყავით და ყველაზე უღირსედად ვცნობენ მაგეთას რომ ყველანაირ ფიჭყიან ფულს ვაულებთ ხელს განუკითხავთ და ეგ არის ვიზები და თავარი ვიზები